მათთვის ვინც ქვეყანას საგარეო პოლიტიკური კურსი შეუცვალა, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და მშვიდობიან დემონსტრანტებს სახისწულები დაულეწა, ევროკავშირის სანქციები ამოქმედებულია. დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებს თებერვლიდან შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლისთვის ვიზის აღება დასჭირდებათ. ევროკომისიის პოლიტიკური გადაწყვეტილება დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა დაადასტურეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის სპეციალურ ჟურნალში ამ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ შეზღუდვებს იურიდიული ძალა მიეცემა და პრაქტიკაში ამოქმედება. 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა თავისი განზრახვა, რომ არ მოითხოვოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე. ამ განცხადებამ გამოიწვია მასობრივი პროტესტი საქართველოს მრავალ ქალაქში, რასაც ხელისუფლებამ უპასუხა არაპროპორციული ძალის გამოყენებითა და ძალადობრივი მეთოდებით. ასევე იყო თვითნებური დაპატიმრებები და არასათანადო მოპყრობა მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ. ეს ქმედებები არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რაზეც აგებულია ფასილიტაციის შეთანხმება და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. სავიზო რეჟიმის ამოქმედება არ ეხება ქართულ ხალხს. ევროკავშირმა შეზღუდვები მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის მაღალჩინოსნებს დაუწესა. ანუ იმ ადამიანებს, ვინც აქამდე პრივილეგიებით სარგებლობდნენ, ახლა ეს ყველაფერი გაუქმდებათ. დიპლომატიური ეგრეთ წოდებული ლურჯი პასპორტების ქონის უფლებას კი ქვეყანაში 41 კატეგორიის სხვადასხვა თანამდებობის პირს აქვს. მათ შორის არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე მინისტრები და პარლამენტის წევრები, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალური პროკურორი, CSKO-ს თავმჯდომარე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ყველა ეს ჩამოთვლილი თანამდებობის პირი ახლა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მსახურია და ქვეყანას ევროპაში შეგნებულად აშორებს. ამიტომ ევროკავშირიდან სანქციები არა ქართულ ხალხს, არამედ რეჟიმის წარმომადგენლებს დაუწესდათ. ევროკავშირი ამით რეაგირებს საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო მთავრობის შეცვლილ კურსზე და მათ მიერ დემოკრატიის დასამარების ოპერაციაზე, რაც მიმდინარეობს უკვე რამდენიმე ხანია საქართველოში და სწორედ აი ამ რეჟიმის წარმომადგენლებს ეუბნება, რომ თქვენ უკვე აღარ ახართ ის პრივილეგირებული ადამიანები, რომლებიც თავისუფლად იმოძრავებენ ჩვენთან. ეს სამყარო ევროკავშირი არ არის ისეთი რეჟიმებისთვის, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან საკუთარ ქვეყანაში. ოლიგარქიულ რეჟიმს ამ ეტაპზე უნგრეთისა და სლოვაკეთის ლიდერებმა ვიქტორ ორბანმა და რობერტ ფიცომ ვერ უშველეს, რადგან გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობა, ანუ 15 ქვეყანა სჭირდებოდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორებიდან ეს სანქციები კიდევ ერთი დაადასტურებაა, რომ ოლიგარქიულ რეჟიმს დასავლეთი არ აღიარებს და არალეგიტიმურ მთავრობად მიიჩნევს. თუმცა ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ევროკავშირს თუ მის ცალკეულ ქვეყნებს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად უფრო მეტის გაკეთებაც შეუძლია. დიპლომატიური პასპორტების და სამსახურებრივი პასპორტების ხელისუფლებისთვის შეზღუდვაზე უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილება მიღებულია და ასევე მნიშვნელოვანია ძალიან, რომ ცალკეულმა ქვეყნებმაც ძალიან მკაცრად გააკონტროლონ ეს ამბავი. სადაც აბუ-დაბი უქმებს საემიროებში, აბუ-დაბის მიერ ხდება გაუქმება შესვლის უფლების საერთოდ ქართველი დეპუტატებისთვის ევროკავშირი ამას მით უმეტეს უნდა აკეთებდეს, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ამას უნდა ხედავდეს, რომ ევროპის მაგინებლები თავად ევროპიდან შოპინგის და მოგზაურობის ფოტოებს არდებდნენ Facebook-ზე საჯაროდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მგონია, რომ გაკეთდება აუცილებლად. ჩვენი მიდგომა არის ძალიან მარტივი და ჩვენი აზრით ერთადერთი სამართლიანი მიდგომა. საქართველოს რიგითი მოქალაქეები კი არ უნდა დაისაჯონ კონკრეტული პირების დანაშაულებზე, არამედ იმ კონკრეტულმა პირებმა უნდა აგონ პასუხი. შესაბამისად ის, რომ საბოლოო ჯამში აქეთ წავიდა პროცესი, რომ ნაცვლად იმისა, რომ ყველას გაგვიჩერდეს, ანუ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გაუჩერდეს ვიზა ლიბერალიზაციის ბენეფიტები, ანუ სარგებელი კონკრეტულ ადამიანებამდე მნიშვნელოვანია, რომ დავიდეს პასუხისმგებლობები. ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირი პრაქტიკულად ამბობს, რომ ყველა ის პირი, ვინც კი ემსახურება ოცნების რეჟიმს, არის ერთგვარი პერსონა ნონ გრატად აღიარებული ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, მთავარი საშინაო დავალება სინამდვილეში არის ჩვენი გასაკეთებელი ქართველი ხალხის შესასრულებელი, რომ გავაკეთოთ არჩევანი. გვინდა, რომ აი ესეთი ხელისუფლება გვყავდეს, რომლებიც მართლაც მხოლოდ ჩელიაბინსკში და აღმოსავლეთის მიმართულებით ივლიან
თუ გვინდა დემოკრატიული, პროევროპული ახალი მთავრობა და ხელისუფლება. ევროპარლამენტში გამართულ ბოლო დებატებზე ევროდეპუტატების მოწოდება ევროკავშირის მიმართ მხოლოდ ერთი იყო. გამოიჩინონ უფრო მეტი სიმკაცრე და მიიღონ ხისტი ზომები ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ, რადგან სავიზო რეჟიმის დაწესება საკმარისი არ არის. დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება ბრიუსელში 16 დეკემბერს მიიღეს. მიზეზი კი ოლიგარქიული რეჟიმის ანტიდემოკრატიული ქცევა დემონსტრანტების მიმართ ზალადობა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა დასახელდა. დღეს კი პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე იურიდიულადაც გააფორმეს. რაც შეეხება სანქციებს, საჭიროა რომ ევროკავშირის ყველა წევრმა დაუჭიროს ამას მხარი, რაც სამწუხაროდ არ ხდება. ამიტომ უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური პასპორტებისთვის არის ის, რაზეც შეთანხმება მოხდა. საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა მომდევნო კვირას ბრიუსელსა და სტრასბურგში იქნება. ევროპის დედაქალაქში 27 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, სადაც საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. სტრასბურგში კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის შესახებ დებატები უკვე ჩანიშნულია.